იქნება ჩარიცხება. ჩარიცხვები, არ იქნება პროტესტი. კაია, არ იქნება ჩარიცხება, არ იქნება პროტესტი. სწორია, რა, მაგას ვიძახდით ჩვენც, რა. თავიდან. არ იქნება ჩარიცხები, არ იქნება იუბილენოე. სად არის იუბილენოე? სად ჭამთ? თუ არ ჭამთ იუბილენოე, სად არის მივიტანო? ესენი ვინ არიან, ხო იცით, თემამჟავია და ფაკო. ახლა თვითონ გადაწყვიტეთ ბიჭებო სხვის ცხოვრებაში და სხვების ცხოვრებაში ჩარევა, მოდი მე გავახსენებ კიდევ ასევე საზოგადოებას რაღაცეებს. მაგალითად ნაცების დროს რას აკეთებდით? აი ეს ვიდეო არის გიგი უგულავას საპატივსაცემლო შეკრებიდან, ასე დავაქვათ, სადაც გამოდის მიხეილ სააკაშვილი და აი ფაკოს რეაქცია მაგალითად. მარტო ის კი არა, რომ წაიყვანეს იქ და უნდა ყოფილიყო, კაი, თქვათ, უნდა ყოფილიყო, აი ხელებს როგორ იტყავებს ტაშისკვრით. და ასევე უკან კარტში დააკვირდით იქვე გვერდზე როუზის კეზერაშვილი. აი ამას აკეთებდით თქვენ ნაცების დროს, როდესაც ხალხი ქუჩაში იდგა და უსამართლობას აპროტესტებდა. თქვენ სინამდვილეში უსამართლობას კი არ აპროტესტებდით, თქვენთვის გინდოდათ უბრალოდ კაი ცხოვრება. რომელიც აი ხლა მოიწყოთ, აგერ ნაირ-ნაირი სტუდიები გაქვთ, ძვირიანი აპარატურით და ასე შემდეგ, იქ ბლექსი არენას თემები და ასე შემდეგ და კარგად ხართ ეხლა ჯიგრულად იმის მერე მე თქვენგან აღარ გამიგია ერთი რაღაცა, ისეთი გეთქვათ, რომ აი ხალხს ესაწუხებს და ეს არის მოსაგვარებელი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეხლა კარგად ცხოვრობთ. და ამ დროს ხალხს, რომელიც ქუჩაში დგას და ისევ იგივეს ითხოვს, რასაც 2012 წელს ან მანამდე ითხოვდა, უსამართლო სისტემის დანგრევას, მაგ ხალხს ეხლა აღადავებთ. და მათ შორის მათ მდგომა რამდენიმე ადამიანმა ოჯახის წევრი დაკარგა უსამართლო ციხეში ყოფნის პერიოდში. გიორგი ახობაძეს მაგალითად დედა გარდაეცვალა, ონისე ცხადაძეს მამა გარდაეცვალა და თქვენ დგახართ ეხლა და ეძახით, რომ იქ დახელფასებულებით განან თურმე და ფული როგორც არის, იმის მიხედვით არის აქციებიც რა, ანუ ფულის გამოდგასო რა, იქ ხალხიო. ფული ვისაც აინტერესებდა და ცხოვრებაში ფული ვისთვისაც არის მნიშვნელოვანი. ის ხალხი არის იქ, სადაც ბევრი ფულია. მაგალითად ბერასთან და ბიძინასთან, როგორც თქვენ. და კარგად ცხოვრობთ, ხო? რა ვიცხოვრეთ, ღმერთთან მშვიდობაში მოგახმაროთ თქვენი ფულიც და კეთილდღეობას, მაგრამ სხვას რო შეეხებით, როგორც შეეხეთ. აი მე ესეთ პასუხსაც მიიღებთ. და რანაირი აპარატურაც არ უნდა გქონდეთ და რანაირი ფინანსური შესაძლებლობებიც, აი ესე უბრალოდ ერთი ტელეფონით და შიშველი სიმართლით გაცილებით მეც გავაკეთებ რა, რო იცოდეთ. და ეხლა გინდა ტიტუშკები გამოუშვით. გინდა ეს მიგალკიანი მანქანები, როგორც ბერა უშვებდა ღარიბაშვილის ხელი და რაც გინდათ ისქენით. ეხლა ეს არის სიმართლე და მეც კარგად ვიცი რომ ეს სიმართლეა და თქვენს კარგად იცით.